სულ ბრძოლაში ვიყავი და სულ მტერი გვერდყა გარშემო. იყო დაცემის ჟამი, იყო აღდგომის ჟამი, მაგრამ აღდგომის ჟამი ძალიან ცოტა ქონდა ხოლმე ყოველთვის ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ. და ამიტომაც წინავენ ძალიან ერთეული პიროვნებები წინავენ საქართველოში, როგორც ჩვენი დიდი მეფეები და დიდი ადამიანები, მაგრამ ფაქტი არის, ღვთის მადლით და ღვთის წყალობით საქართველოს დგას. საქართველოში ყველაზე დიდი ეპოქა, ყველაზე ცუდი ეპოქა იყო თქვენი ცით, განსაკუთრებულად ეს 200 წლოვანი მონობის ეპოქა. ვერც ერთმა ვერ შეძლო საქართველოს სახელმწიფოების ინსტიტუტების გაუქმება. მხოლოდ ეს მოახერხეს ჩვენმა ჩილოელმა გარეშემორტყმულმა ზალამ 23 ნოემბერს გიორგობას დასრულდა ეს ბოროტებისა და მონობის ეპოქა და დაიწყო აღმაშენებლობის ეპოქა საქართველოში. და ჩვენი ქვეყანა, რომელიც იყო მკვდარი და უცნობი მთელ მსოფლიოსთვის, იმ დღიდან უამრავი პოზიტივი იყო ჩვენს მიმართ და მე ასე რომ ვთქვათ, ვეტირები გარკვეულად ჩვენს პრეზიდენტს, ვინაც ეს შეძლო აი ამ სიკეთის გაკეთება, რომ ჩვენი გული სიამაყით აებს. საქართველოს ღირსება დაუბრუნდა, საქართველოს ღირსება აძლიერდა, საქართველოში საქართველებს უკვე ისე აღარ ექცევიან უცხოეთში, როგორც ადრე ექცეოდნენ. შემთხვევით არაფერი არ ხდება, მოვხდი ჩვენს პრეზიდენტთან და აი პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა უცხოეთში ქართული ჩვენი ძეგლის გამოკვლევა. ხშირად ისმის ხოლმე, რომ ვითომ ვინმე ეკლესიის მოწინააღმდეგეა. საქართველოს ეკლესიის ყველაზე მთავარი ადგილი, რასაც ქვია განათლების ინსტიტუტი დაფინანსდა. აშენდა მრავალი ტაძარი მონასტერი სახელმწიფოს დახმარებით, გადაეცა ეკლესიები, მიწები, გვირგვინად აი ამ ყველაფრისა იყო ბაგრატის ტაძარი, რომელიც მტერს, რა თქმა უნდა, ეს არ გაეხარდა თქვენის როგორი ბრძოლა იყო ამ ტაძართან მიმართებაში და მე მწამს, რომ რადგან ბაგრატი აღსდგა, საქართველო აღსდგება სრულად და გაძლიერდება და გამხნიალდება და მე ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ჩემს ძირფას და საყვარელ პრეზიდენტს მოვხადო და რა ვიცი, აი ვიგულეთ ყოველთვის ჩვენთვის მლოცველად და ჩვენთან ერთად.